პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, საღამოს მშვიდობის დღეს სამშაბათია, ტრადიციულად ხვდებით საღამოს 9-ის ნახევარზე. ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმრები გახლავთ ბატონი გოჩა თევდორაძე და გეგა ხვედელიძე. ხოლო მე ამ გადაცემის სამყარო სტუდია ნომერ 8-ის სამყარო თორნიკე კივილაძე გახლავართ. სამწუხაროდ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ჩვენ გვინდა მთელი გულითა და სულით უსურვოთ მას გამოჯანმრთელება, ფეხზე დადგომა, ვინაიდან მისი როლი, მისი ავტორიტეტი ქართულ საზოგადოებაში უდიდესია, მისი ღვაწლი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უდიდესია და ყველანი ვლოცულობთ იმისთვის, რომ საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იყოს კარგად, იყოს ჯანმრთელად და მოხერხდეს მისი გამოჯანმრთელება. მე მინდა პირველი კითხვით ბატონ გოჩასთან გადავიდე, რა იცით ამჟამად პატრიარქის მდგომარეობის შესახებ ბატონო გოჩა? ალბათ განსხვავებული არც არაფერი, რაც ჩვენ ტელემაყურებლებისთვისაც ცნობილი იქნება, ბოლო ინფორმაცია მოვისმინე დაახლოებით 8 საათისთვის ჩვენი ჯანდაცვის მინისტრისგან, რომელმაც თქვა, რომ ძირითადად არ შეცვლილა არც უარესობისკენ, არც დიდად გაუმჯობესებისკენ წასულა სიტუაცია. ამბობენ, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მოხდეს დასტაბილურება, იმედი გვაქვს, რომ უფლისწყალობით პატრიარქი შეძლებს ჯანმრთელობის ეს პრობლემა დაძლიოს და ყვამწყობაში იქნება. დიდი მადლობა, გეგა, თქვენ რას გვეტყვით? ეხლა ყველაფერი ღვთის ხელშია, დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მე ვფიქრობ, რომ ასეთი განსაცდელები ეს მარტო პიროვნულად ხო არ არის უწმინდესის განსაცდელი, ეს მთელი ერის განსაცდელია, როდესაც მისი წყემსთავარი, მისი მამა არის განსაცდელში, როგორც მშობელი მამის სნეულება არის თავისი შვილის განსაცდელი, ნამდვილად ასეა და ოჯახის განსაცდელი, ასეა წყემსის უძლურება მთელი ეკლესიისა და ერის განსაცდელი და განსაცდელი იმისთვის გვეძლევა, რომ გავმტკიცდეთ და ლოცვაში გავძლიერდეთ უპირველეს ყოვლისა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული გაერთიანება ლოცვაში, განსაკუთრებული ერთსულოვნება, სინანული, სიყვარული და უფალი შეიწირავს ამ ყოველივეს მემჯერა და ამის შედეგად ჩვენ დაგვიბრუნდება ჯანმრთელი ჩვენი ერის მწყემსი და მამა და ღმერთმა ინებოს ასე. ღმერთმა მალე გამოგვიჯანმრთელოს ჩვენი პატრიარქი ილია მეორე. ბატონო გოჩა, თქვენ გამოცდილი ადამიანები ბრძანდებით არაერთ მნიშვნელოვან ფიგურას იცნობთ ქართულ საზოგადოებაში, თუ გქონიათ შესაძლებლობა პატრიარქთან პირადად შეხვედრის და რა შეგიძლიათ გაიხსენოთ ამ პირადი შეხვედრებიდან, ხოლო თუ არ გქონიათ, უბრალოდ მოდით შევაფასოთ მისი როლი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. საპატრიარქოში თვითონ შეხვედროდი პატრიარქს, ამის ბედნიერება ნამდვილად არ მქონია, თუმცა რამოდენიმეჯერ მქონდა იმის საშუალება, რომ მენახა პატრიარქი ესე ერთ დარბაზში საპარლამენტო სხდომების დროს, როდესაც თქვათ ამა თუ იმ მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ტარდებოდა, იხსნებოდა პარლამენტი თავისუფლება მოსლებას ცნობდა, იყო ისე რომ 2004-8-ში პატრიარქი ამ სხდომებს ესწრებოდა და რა თქმა უნდა უდიდესია პატრიარქის წვლილი და როლი. ჩვენ ვხედავთ, რომ აი უკვე 10 წლეულების მანძილზე ვაკვირდებით თუნდაც გამოკითხვის შედეგებს, სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევები ტარდება, როდესაც აი თვითონ აფასებენ ვის რა რეიტინგი აქვს და საპატრიარქოს და პატრიარქის რეიტინგი ყოველთვის პირველ ადგილზეა. ყოველთვის პირველ ადგილზეა, რაც მე რაიმე კვლევა მომისმენია და ამ 10 წლეულების მანძილზე ეს თავისთავად ცხადია იმ ავტორიტეტიდან გამომდინარე, რომელიც აქვს ჩვენს პატრიარქს, რომელიც აქვს საპატრიარქოს, რომელიც აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას და ღმერთმა უკნას, რომ პატრიარქს მართლაც რაიმე დაემართოს, ალბათ უფალი მოწყალია და პატრიარქი ისევ წლების მანძილზე იქნება ისეთ შემართებით, რომ ის შეძლებს ფუნქციონირებას და შეძლებს მართვას, თორემ ძნელად წარმოსადგენია ამ წუთში ვთქვათ, ალბათ პირდაპირ ესეთი
ვერავის გვექნება იმის რეცეპტი, რა იქნება, როგორ იქნება ვთქვათ და როგორ შენარჩუნდება აი ამ რთულ პირობებში თვითონ საპატრიარქოს როლი, ფუნქცია, ავტორიტეტი. ყველას გვაქვს გარკვეული ალბათ შიშებიც, იმედებიც ამ საკითხებთან დაკავშირებით, ასე რომ მართლაც უდიდესი ავტორიტეტი აქვს და მნიშვნელობაც იმას, როგორ გააგრძელებს თავად საპატრიარქო თავის ცხოვრებას და ამიტომ მართლაც დიდი იმედით ვართ, ერთი რაც შეგვიძლია ამჟამად ლოცვა გავაძლიეროთ, ყველამ როგორც მოგვიწოდა საპატრიარქო, რომ ლოცვა გავაძლიეროთ და უფლის წყალობით პატრიარქი გამოჯამთელდეს და გამოგებდეს. გაიხარეთ. გეგა, თქვენ რას გვეტყვით პატრიარქის როლის შესახებ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში? სოფლიოს უდიდესი გამოჩენილი ისეთი ავტორიტეტები მართლმადიდებლობისა ყოველი თუნდაც აი ათონის წმინდა მთაზე და არა მხოლოდ სადაც კი არიან დღეს თუ სადმე არსებობს ასეთი ადამიანი ერთხმად აღიარებს უწმინდესისა და უმეტარესის ილია მეორის განსაკუთრებულ ღვაწლსა და ავტორიტეტს არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლობის და მსოფლიო ეკლესიის საქმიანობაში და ეს არის ცალსახად ასე რა. რამდენი ჩასაფრებულიც არ უნდა იყოს, რამდენი განმკითხველიც არ უნდა ყავდეს და წინასწარმებელი პატრიარქს, რომლებიც მრავლად არიან დაშვებული მის წინაშე ღვთისგან, ალბათ ისევ და ისევ მისთვის, მისი სული საცხონებლად და ჩვერიერის გონზე მოსასვლელად, მაგრამ ეს ფაქტია, რომ ამ ადამიანის ღვაწლი უდიდესია. თუნდაც ის ბოლო წლების მისი მოღვაწეობა, როდესაც მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრები დაიხურა COVID პანდემიის დროს და ჩვენმა ეკლესიამ არ დახურა ეს ტაძრები და აღესრულა მართლმადიდებელი ლიტურგია წმინდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ხო, ეს ხო ფაქტია. როდესაც ჩვენ არ შევუერთდით ეკუმენურ კრებას, იმ კრებას, რომელსაც ატარებდა ეს განდგომილების გზაზე მყოფი ადამიანები და ეკუმენისტური გადახოვები, ეხლა პატრიარქს დებენ ხოლმე ბრალს, რაღაცებს უხსენებენ, ძველ ამბებს იხსენებენ ხოლმე, მრავალწი, რომელსაც არ აქვს უფლება, ისეთი ხალხიც ბევრი ლაპარაკობს, რომ თავის თავზე რომ ბევრი არაფრის აღება არ შეუძლია და არაფერი უკეთებია და ადვილია პასიური პოზიციიდან, ადვილია, როდესაც შენ არაფრის გამკეთებელი არ ახარ, როდესაც შენ არ იცი საერთოდ რა ხდება, ხო? ზემოთ რა ხდება, იმის მიღმა რა ხდება, რაზეც შენ თვალსაწიერის მიღმაა, ხო? ძალიან ადვილია ესე ლაპარაკი და შეფასებების გაკეთება. ძალიან ადვილია ილაპარაკო დაუშვათ კაკებეზე, როდესაც კაკებე უკვე აღარ არსებობს და იმ კაკებეზე ილაპარაკო და კაკებეს რაღაც ურთიერთობებზე, რომელიც უკვე ისტორიის ჩავლილი ფურცელია და აი ესეთი რაღაცეები რა, ეხლა ჩვენ ყველაფერს ვისმენთ, ყველაფერს უსმენთ, აი ეს დღეებიც ეხლა, როდესაც ადამიანი ჯერ სნეულებაშია და შენ ენა გიბრუნდება, რომ მასზე ესეთი ბინძური ენით ილაპარაკო, რასაც მე ეს დღეს ვისმენდი სამწუხაროდ და ვკითხულობდი სოციალურ ქსელებში გულისხმობ, ხო? ეს ძალიან დიდი ცოდვა და ძალიან დიდი დანაშაულია. ამ ადამიანის ღვაწლი უდიდესია და ის მე მახსენდება აი პატრიარქი ბრძანებდა ხოლმე, რომ ჩემი მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი უპირველესი მიზანი როდესაც მე მოვედი და აღსაყდრდი პატრიარქათო იყო ერთსულოვნება ქართველ ერშიო და პატრიარქმა ეს ნამდვილად გააკეთა, ხო? როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია და ააღორძინა და აი კომუნისტური მმართველობისა და ამ გაპარტახების შემდეგ რა ვედურებაც გაიარა საქართველოს ეკლესიამ და სრულიად საქართველოს და ქართველმა ერმა იმ წითელი ბოლშევიკური მმართველობის პირობებში, აი მას შემდეგ ეს აღორძინება და ეს არ დააფასო, ამაზე მე ვფიქრობ ღვთის წინაშე თითოეული ადამიანი პასუხს აგებს რა. დასაწყისში იყო დაახლოებით 50 მოქმედი ტაძარი ქვეყანაში და დღეს 2000-ზე მეტია. მარტო აი ეს მაჩვენებელი ყოფნის ღვაწლის აღსაქმნელად, რომელზეც ახლა ჩვენ. აი მამა დავითი საუბრობდა ეხლა ნოზაძე, მე ქადაგებაც მოვისმინე რამდენიმე დღის წინ. ჩვენი ეკლესიის ხრისტეული ღვთისმსახურია მამა დავითი და მის ქადაგება ძალიან მომეწონა რა, რომ ესე იგი ჩვენო ეს ქართულს ხეს ახასიათებს საერთოდ, რომ ესე იგი სადღაც დაეძებს და ჩამოუბრძანდება ვიღაც დაუშვათ საიდანღაც საეკლესიო რომელიღაცა მაღალი იერარქიან, ну არქიმანდრიტი, იღუმენი რომელიმე და აი ვიღაცა მოვიდა რა. და როდესაც აი შენ არც განურჟელოთ, უბრალოდ დაინახე რომ აი საიდანღაც ჩამოვიდეს. თუნდაც აი ათოლის წმინდა მთიდან ან რომელიღაცა ქვეყნიდან. და შენ მასზე აკეთებ აქცენტს ისე რომ არც იცი რეალურად რას ლაპარაკობ და აქეთ როდესაც
როდესაც ჩვენ გვყავს ესეთი მოღვაწე მამა, ასეთი დიდი პატრიარქი და ჩვენს ეკლესიაში მართლაც ღირსეული ესეთი ღვთისმსახურები არაერთი, ხო? და ამას ვერ აფასებ, ამას არ უყურებ, ეს დიდი უმადურობაა. და ჩვენ ვფიქრობ მე უმადურიერი ვართ. თუნდაც პატრიარქის მიმართ ჩვენ ძალიან უმადური და დაუფასებლები ვართ და ვერ ვაფასებთ იმ დიდ ღვაწლსა და იმ დიდ დამსახურებას უწმინდესისა, რაც აქვს მას საქართველოს წინაშე და მე ვფიქრობ ეს შეიძლება ღმერთმა ჩვენ ამის გამო რაღაცა განსაცდელები ჩვენზე დაიშვას, რომ გონს მოგვიყვაროს და მადლიერება საერთოდ დიდი სათნოებაა. ძალიან დიდი სათნოებაა ღვთის წინაშე მადლიერება. წმინდა მამები ამბობენ, როდესაც ადამიანი მადლიერებით ლოცულობს, რასაც არ ითხოვს ის ეძლევაო რა. იმდენად დიდი სათნოებაა მადლიერება ადამიანის გულში და ვიყოთ ჩვენ მადლიერნი, ჩვენი ეკლესიისა, ჩვენი პატრიარქისა და დაუფასოთ ამ ადამიანს ღვაწლი, მოვიხსენიოთ ლოცვებში და მისი ლოცვა კურთხევით ვიაროთ აი გოლგოთის გზაზე, რაც უნდა დამთავრდეს და წამსვენ დამთავრდება საქართველოს აღდგომითა და გაბრწყინებით და ღმერთმა ინებოსოს. დაახლოებით 3 კვირის წინ ჩემს მეგობრებთან ერთად გახდით საბერძნეთში, კონკრეტულად თესალონიკში. აგრეთვე გახდით მამა პაისის საფლავზე, მოვინახულეთ და მოვილოცეთ მეტეორას მონასტრები. საინტერესო და საგულისხმო რამ გვითხრეს ბერძენმა ბერებმა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა საბერძნეთში, ძალიან ბევრი რამ შეიცვალაო და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დღეს ერთადერთი და თითქმის ბოლო ბასტიონია, რომელიც იცავს ქრისტიანობასო. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ერთ-ერთ მონასტერში შესვლისას ერთ-ერთმა დედაომ გამოგვიცხადა, რომ თქვენ პატრიარქის ქვეყნიდან ბრძანდებით, პატრიარქი ილია მეორის ქვეყნიდან ბრძანდებით, ჩვენ მას ძალიან დიდ პატივს ვსვამთ და გულთბილად მოგვესალმა და გაგვიწყვა მონასტერში. საბერძნეთში ყოფნისას დიმიტრი თესალონიკელის ტაძარში გახდით ჩემს მეგობრებთან ერთად შაბათს ლოცვაზე. სამწუხაროდ ტაძარი ნახევრად სარიელი იყო, ესეც აღსანიშნავია, საკმაოდ დიდი ტაძარია. და იქაც ძალიან დიდი სიყვარულითა და ძალიან დიდი სითბოთი შეხვდნენ ადგილობრივი ღვთისმსახურები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ პატრიარქ ილია მეორეს აქვს უდიდესი დამსახურება არა მხოლოდ ქართველი ერის წინაშე, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლური საზოგადოების წინაშე, ვინაიდან მან 40 წელზე მეტხანს ატარა თავისი სამწყსო კეთილგზაზე, 40 წელზე მეტხანს დაითმინა უდიდესი ტკივილები და ფაქტობრივად აღზარდა ახალი თაობა, რომელსაც გაუძღვა და გაუკაფა გზა მართლმადიდებლობისაკენ. და მართლაც შეიძლება ითქვას, აი გეგა ახსენებდა კოვიდის პერიოდს, როდესაც საოცარი სიმტკიცე გამოიჩინა პატრიარქმა და საპატრიარქომ და სრულიად ქართულმა ეკლესიამ, მიუხედავად იქ მთავრობის რაღაც ეგრეთ წოდებული რეკომენდაციებისა და სირცხვილი მათ რა რეკომენდაციებსაც იძლეოდნენ ბრჭყალებში. დედა ეკლესიამ კაფიოდ დადგა თავის პოზიციაზე და აღავლენდა წირვალოცვას, აზიარებდა მრევლს, ასრულებდა ყოველგვარ ქრისტიანულ, ასე ვთქვათ, რიტუალს და მიუძღოდა ერს ჭეშმარიტების გზაზე. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს რასაც ჩვენ საუბრობთ სადღე გრძელოა, ძალიან არ მიყვარს, როდესაც ასე აფასებენ ხოლმე სიმართლეს, მაგრამ მოდი ჩვენ ვთქვათ სიმართლე და ვისაც უნდა სადღე გრძელოთ მიიჩნიოს ეს და ვისაც უნდა სიმართლეთ მიიჩნიოს. ეს არის სიმართლე, რომელსაც შეუიარაღებელი თვალითაც ვამჩნევთ და რომელსაც ვაფიქსირებთ. ბატონო გოჩა, მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ. რამდენად შევისმინეთ ჩვენ საზოგადოებამ, იგივე იმავე მთავრობამ, სასულიერო დასმა, პატრიარქის შეგონებები და ქადაგებები. აი, რამდენად მოახერხეთ, რომ მისი ქადაგებები შეგვესმინა და სწორი გზით გვევლო, აი თქვენი დაკვირვებით. ალბათ ერმა გარკვეულ შემთხვევებში შეძლო შეესმინა ეს ქადაგებები, ეს ინიციატივები, რაც მას ჰქონდა და ამით ბევრად წინ ვიყავით გარკვეულ საკითხებში, თუმცა არის ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც ვერ შეძლო ხელისუფალმა ზოგადად საზოგადოებამ თქვათ შეგონებების შესმენა და
ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დღეს ქვეყანა რო დგას თქვენ იცით, თორე არის ისეთ საკითხები, რომელიც აიტაცა კიდეც საზოგადოებამ და წაგვადგა წინ აი თუნდაც პატრიარქის ინიციატივა, რომელიც წლების წინ დაიწყო მესამე და შემდგომი შვილის უკვე მონათლა და პატრიარქი ხდებოდა ნათლია და დღესაც ეს პროცესი გრძელდება და მიმდინარეობს და ამან აი ეს რომ არა და ბიძგის მიმცემი რომ არ ყოფილიყო აი პრემიერიც ამბობდა ამის წინ და მე მგონი კარგად გაცნობიერებული არ აქვს რომ აი ამ ინიციატივას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვთქვათ ჩვენ რო დემოგრაფიული პრობლემის წინაშე ვართ აშკარა პრობლემის მაგრამ სულად კატასტროფის წინაშე რომ არა ვართ დღეს და ასეთი ძალიან ბევრი ინიციატივა ყოფილა ყოველთვის ჩვენ ვხედავდით საპატრიარქოს მოზომილ პოზიციებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რომელსაც ხშირად ქვეყანა ისეთ ბეწვის ხიდზე უტარებია რომ ჩვენ არც ღირსება დაგვიკარგავს ჩვენი და გარდა ამისა მშვიდობა შეგვინარჩუნებია და ქვეყნის წინსვლის გარკვეული პოტენციალიც შემჩენია. ბევრი იყო ისეთი საკითხები, რომელიც გათვალისწინებული იქნა, ბევრი ალბათ რომ გათვალისწინებული არ იქნა. ასეთ საკითხებიც არის, თუნდაც აი ეს ბოლო მოწოდებები პატრიარქის რაც იყო ამ ხელისუფლებისგან მე გათვალისწინება არ მოხდა აი მიწებთან დაკავშირებით, როცა გვაქვს ჩვენ ამ ტელევიზიამაც ბევრი დრო დაუთმო ეთერებს აი ამ არაბულ ინვესტიციებზე როცა არის საუბარი და ხშირად იქნა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ სოციალურ ქსელებში გაჟღერებული პატრიარქის რამოდენიმე წლის წინანდელი გამონათქვამები რომ ჩვენ ყველა გოჩს ჩვენი მიწისას უნდა გაუფრთხილდეთ და არ უნდა ვყიდდეთ მას უცხო ქვეყნის წარმომადგენელზე, მაგრამ მიუხედავად ამისა ამ ხელისუფლებისგან არ იქნა გათვალისწინებული და დღესაც პოპულარიზაციას აკეთებენ იმ რაღაც არაბული ინვესტიციისა, რომელიც 850 ჰექტარზე მეც იწირავს ქართული მიწისას და თან როგორი ადგილმდებარეობისას გონიოში და კწანის ტერიტორიისას. აი ეს გათვალისწინებული არ იქნა და ჩვენ ვნახავთ რომ თუ საზოგადოება როგორღაც ხმა არ აღიმაღლა ჯერ კიდევ მიდის ეს პროცესი და სრულად არ გვაქვს დაკარგული ხო ეს ტერიტორია თუ ხმა არ აღიმაღლა ამის ამ არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ ჩვენ ვნახავთ რას დავკარგავთ და რას მივიღებთ საქართველოში რომ ეს იქნება საქართველოსთვის უდიდესი დანაკლისი და ეს იქნება უდიდესი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის უკვე 1 თუ 2 ათეული წლის შემდეგ უფრო შორტ პერსპექტივაზე მე არ ვსაუბრობ. ამიტომ არის საკითხთა ისეთი წრე რომლის გათვალისწინებაც ვერ შევძელით ჩვენ ახლა დღეს ამ თემებზე რომ ვისაუბროთ ერთ საეთერო დრო არ გვეყოფა რა სასიკეთო ინიციატივები ყოფილა კონკრეტულად პატრიარქისგან საპატრიარქოსგან რაც ვთქვათ ყურად უღია ქართულ საზოგადოებას თუ საქართველოს ხელისუფლებას და ძალიან ბევრი საკითხი ისეთი რომელიც ყურად ვერ იყო სხვა ხელისუფლებამ და საზოგადოება მეტნაკლებად მართლმადიდებელი საზოგადოება ანუ მრევლი მორჩილებაში ასე თუ ისე თავისი წოდოს იყო, მაგრამ ნუ ხელისუფლებაზე მე გამიჭირდება ლაპარაკი რომ ხელისუფლებები რაღაცაში უჯერებდნენ. აი თუნდაც ის საკითხი ხა რომელიც შენ გაიხსენე რომ უბრალოდ ხო ამ მიწებთან დაკავშირებული რა ეს იყო კაცო მე მახსოვს მე მგონი 2011 წელი იყო როდესაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა თქვა ინიციატივა რომ ეკლესიას აქვს დიდი ტერიტორიები აქვს მიწები ჩვენ გადავცემთ ამ მიწებს ხალხს უსასყიდლოდ იქ აშენდეს მართლმადიდებლური ქრისტიანული ქართული ეთნიკური სოფლები დასახლდნენ ქართული ოჯახები იმ სოფელში იყოს სკოლა, იყოს ეკლესია, იყოს საბავშვო ბაღი, სავადმყოფო და ესეთი სოფლები ავაშენოთო, სადაც ქართველიერი გამრავლდება, სადაც მიწაზე იმუშავებს, სადაც ეთნიკურად აღორძინდება ერი და ქართული ეთნოსი აღორძინდება გადარჩება. იყო ეს ინიციატივა, ვინ გააკეთა, აბა წინა ეხა 2011 წელს წინა ხელისუფლებას აკეთებს ხელისუფლება იმას, რომ 850 ჰექტარი ვიცეს ვიღაც თან თვალში ნაცარს გვაყრიან და რომ 6 მილიარდზე მეტი 6 მილიარდ 200 თუ 6 მილიარდ 600 მილიონი ინვესტიცია შემოდის და პირდაპირ ინვესტიციაო შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს პირდაპირ ინვესტიცია კი არა მთლიანად პროექტის ღირებულებაა რომელი პროექტის ღირებულებაშიც 2 მილიარდზე მეტით შევდივართ ჩვენი მიწით და ამ მიწის 1/3 დარჩება მარტო ქართული სახელმწიფოს განკარგვაში და თან ამით გვეუბნება ეს არის სუვერენიტეტის ანუ ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა ხდება ამით ამ ჭრილში შუქდება პროპაგანდა არ იფიქროს ვინმე რომ 4 მილიარდიც პირდაპირ ინვესტიცია შემოდის ვინმესგან
თუ იქ 40 თუ 60% აი ამ უკვე ინფრასტრუქტურის უნდა ათვისებული იქნას საქართველოს მოქალაქეების მიერ შეძენილი იქნას დაახლოებით 2-3 მილიარდი კიდე ეს თანხაა და აღმოჩნდა რომ არავითარი თანხა არ იდება როგორც ეხლა აი ინვესტორები ყავს ბიზნესმენები რომელიც ამა თუ იმ ტერიტორიაზე აშენებს კორპუსს პირველი ყველაზე დიდი ხარჯი მისი რაც არის ალბათ ის არის რომ ზოგი ყიდულობს ვთქვათ ამ მიწის ნაკვეთს ზოგი არც პირდაპირ ასე ყიდვის წესით არ ყიდულობს იქ არის ესა თუ ის რაღაც კერძო საკუთრების ვთქვათ ეზუები და კერძო საკუთრების სახლები რომელ მოსახლეობასთანაც მოლაპარაკება მიდის გაერთიანება ხდება ამ მიწის ნაკვეთების ისინი კმაყოფილდებიან შემდეგ აი ამ აშენებულ მაღლივ კორპუსში მულტიფუნქციურ კორპუსში მიღებული ფართებით ამიტომ წინასწარ თანხის გადახდა მათთან არ ხდება ანალოგიური სიტუაცია აქვს ზოგჯერ ბიზნესმენი თქვათ იხდის მიწის ფულს ყიდულობს აი ამ მიწის ნაკვეთს რომელზეც საპროექტო ხარჯებს გაიღებს და ამის შემდეგ უკვე აგრავს აბრას როცა მშენებლობის ნებართვა მიღებული აქვს რა უნდა აშენდეს როგორ უნდა აშენდეს და აერი იყიდება თავიდან იწყება შედარებით დაბალ ფასში შემდეგ უკვე რაც უფრო იმატებს ეს სართულები თანდათან ფასიც ემატება და ფაქტობრივად იმ ყიდველებისგან შესული თანხით შენდება კორპუსები და ახლა ამაზე რომ ვთქვა ჩვენ რომ ვიღაც 20 სართულიან კორპუსს რომ აშენებს რომლის ღირებულებაც საბოლოოდ 20 მილიონია ვთქვათ და არადა მიწის ნაკვეთში გადახდილი აქვს 500,000 ლარი სულ და ან დოლარი და 500,000 დოლარით დაიწყო ეს ბიზნესი და ვთქვათ რომ აი 20 მილიონის ინვესტიცია მან ჩადო ანალოგიური სიტუაცია მინდა ეს მაგალითისთვის მე თქვა დღეს არავინ მე მგონი რაღაც ისეთ თანხას განსაკუთრებულ შეიძლება რამოდენიმე ასეული მილიონიც იყოს ეს 100 მილიონიც და რამე რომელიც აი ამ საპროექტო სამუშაოებზე თუ რაიმეზე წავა აქ დანარჩენი იქნება უკვე როცა იყიდება ეს ფართები და თუ რაიმე სხვა ინფრასტრუქტურა იქნება ეს თავისთავად ცხადია იმ ფართების მშენებლობასთან ერთად აშენდება რომელიც მე ისევ შემოსავლის 67%-მდე მოუტანს ისევ მათ ინვესტორს და არა ჩვენს ქვეყანას და ჩვენ როცა ჩვენი ეს ტერიტორია ეხლა მთლიანად გვეუბნებიან რომ აი 1/13 ჩვენი დარჩება 33% ამ ტერიტორიის დღეს ჩვენი ამ მთლიანად და თუ ვიღაცას გეგმა ქონდა იმისა რომ განაშენიანებულიყო გონიოში ის ტერიტორია და კწანისის ყებარჩი ეს ტერიტორია განაშენიანებულიყო ეს შეიძლება გამოგეცხადებია ტენდერი და საქართველოშიც აღმოჩნდებიან ბიზნესმენები რომელსაც შეუძლია 100 მილიონის დახარჯვა საპროექტო სამუშაოებზე თუ მოსამზადებელ სამუშაოებზე შემდეგ ამ პროექტის განხორციელების პერიოდში შემოვიდოდათ ეს გაყიდვისგან მიღებული თანხები და დაასრულებდნენ ასეთ პროექტებს და იქნებოდა საქართველოსთვის ეს და ქართველ მოსახლეობისთვის მართლაც მაგრამ აი ვხედავთ რომ ესეთ სიტუაციები დღეს მიდის მაგრამ ხელისუფლებას არავის მოსმენა არ უნდა არც საპატრიარქოსი და არც საქართველოს მოსახლეობის ჯერზეთის 300,000-დან 5 მილიონამდე მერყეობსო თანხა იმ ტერიტორიებზე აშენებული ბინების და მე მაინტერესებს რამდენი პროცენტია საქართველოში იმ მოქალაქე ქართველი მოქალაქე ვისაც შეუძლია 300,000 დოლარი და 5 მილიონამდე გადაიხადოს ბინაში ხო აი ეხლა ნახეთ ხელისუფლება როგორ ლავირებს ამ თემით დღემდე იყო თქვა 100,000 ქონება თუ ქონდა შეძენილი შეგეძლო ბინადრობის უფლება მიგიღო საქართველოში ეხლა გვეუბნებიან აი ამ პროექტის გამო რომ 300,000-ზე წევთ ამ თანხასო 300,000-ის ქონება უნდა შეიძინოს და იქ ფართები მინიმალური ფართი თუ არ ვცდები რაღაც 100 კვადრატიანი თუ რაღაც უნდა იყოს რომელიც დაახლოებით 300,000 დოლარი ყოფს ესე იგი ყველა იქ ფართის შემძენი უცხოელი მოქალაქე იღებს ავტომატურად ბინადრობს სხვა შეუძლია რომ მიიღოს ბინადრობის მოწმობა უკვე და უფლება და არც არავის არ აქვს რაიმე ბარიერი სხვა ბარიერი შექმნილი იმიტომ რომ თუ აი ამ ქონებას ფლობს და მას ვერ დაუდასტურებ რომ ის არის დამნაშავე სისხლის სამართლის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მას ბინადრობის უფლება რაღაც მექანიზმი და ვიღებ კომპაქტურად ჩასახლებულ ბინადრობის უფლების არაბულ მოსახლეობას ათასობით არაბს თავად ისინი აცხადებენ რომ 60% იქნება არაბებისთვის ეს მშენებლობები და მე ჩვენი პრემიერი გვეუბნება რომ თურმე არც მეჩეთი აშენდება სადმე და არც არაფერი როგორ გაც აქ თუ
1000-ობით ბინა უნდა გაიყიდოს და 60%, ესე იგი 1000-ობით ბინის ფლობელი არაბ მოსახლეობა უნდა გახდეს, ის რომ მოითხოვს წლების შემდეგ მეჩეთსაც და ყველაფერს სხვას, რაცა ეს ჩვენთვის ცხადი არ უნდა იყოს თუ ვის გვივალავენ ამას, მაგრამ რეალობა ასეთია, რა ხედავთ რომ აი ასეთ სიტუაციაში ვართ დღეს, ამიტომ როგორღაც რა ვიცი რაღაც ისეთი უნდა ხდებოდეს ხელისუფლებას პირველ რიგში უნდა შევეწინააღმდეგოთ რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს, სხვა ბევრი პრობლემა არის ხელისუფლების მიმართ, ჩვენ ხედავთ ახლა ვერათოც ცნობიერებს მე მგონი ხელისუფლება ეუთოს იმ დასკვნას, რომელიც 2 დღის წინ გამოქვეყნდა და რაც წერია იქ და რომ ეს პირველ რიგში ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი ძალიან ჩვენ წლებით 10 წლეულებით უკან მივდივართ ახლა თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა 10 წლეულებით უკან მივდივართ და ეს პირველ რიგში ქვეყნისათვის არის ძალიან ცუდი არის ჩვენი ქვეყნისთვის ამიტომ ან ხელისუფლება უნდა თავად მოეგოს გონს ან ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც ისეთი პირობები კანონმდებლობიდან გამომდინარე რომ ხელისუფლება გონს მოვიყვანოთ და ხელისუფლებას ვაიძულოთ საღათი აზროვნოს თორე ახლა დღეს კიდე განცხადები მოვისმინეთ რომ თურმე ეს ფარატინა ქაღალდი არ არის ეს მეგობრებო ფარატინა ქაღალდი ნუ გვექნება ამის განცდა თან რაღაც ისეთ ნაცარს გვაყრიან ამ საკითხთან დაკავშირებითაც თვალში რომ აი 24-მა სახელმწიფომ დაუჭირა მარტო მხარი 24-მა კი არ დაუჭირა მხარი 24-ის ინიციატივაა ეს რომელმაც ხელი მოაწერა დანარჩენ 23 სახელმწიფოს 33 სახელმწიფოს ხელმოწერის აუცილებლობა არ ყოფილა, თორე 33-დან შეიძლება 20 და 25 აღმოჩენილიყო კიდე ხელმომწერი. უბრალოდ საკმარისი იყო ეს იმისათვის, რომ აი ეს პროცესები დაიწყოს და ეს პროცესები გაგრძელდეს. ამიტომ ხელისუფლება ამასაც ვერ ხედავს, გვეუბნება რომ ფარატინა ქაღალდია, თუ ფარატინა ქაღალდია. თუ ეს დასკვნის დამწერი ქალბატონი თუ პოლონეთის წარმომადგენელია და რომელიც მტრულად არის შენგან ახმული და ტენდენციურად თვლი მას და მეუბნები რომ 2-3 დღით იყო ჩამოსული და 2-3 დღის მანძილზე მთელი ხელისუფლება სახელისუფლებო ყველა სამინისტრო რომ ხვდებოდი მას და მასთან დიალოგში იყავი თუ ის მტერი იყო ამ ქვეყნის თუ ის მიკერძოებული იყო მაშინ ვერ აღნიშნე ეს არის ცოდი მაშინ რომ ეს იმას გავს რომ deep state-დან ზარი გაისმა და პრემიერ-მინისტრები დაუნიშნა თუ მაგ ნარატივია ჩვენ ვისმენთ ისეთ რამეს რომ ყავს ხელისუფლება რომელსაც აი პირველ რიგში ხელისუფლებაში მოსვლა რა არის პირველ რიგში ხელისუფლებაში მოსვლა ყოფნა ეს ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას შენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. აი ჩვენ გვყავს ახლა ხელისუფალი, რომელიც არაფერზე პასუხს არ აგებს. არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს, თორე ახლა ხელისუფალი როგორ არ უნდა იღებდა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შენი მოღვაწეობის პერიოდში შენი პროკურორი, სახელმწიფო ბრანდებელი, ესე იგი თავად შენ მეუბნები, მე ხო არ ვამბობ ამას, თავად შენ მეუბნები, რომ კვლელობის დამკვეთია, თანხის მომხვეჭია, დანაშაულებების ჭამდენია, მოკლედ სისხლის სამართლის დაბლაშავია. შენი თავდაცვის მინისტრი, როცა აი ამაყოფ იმით, რომ მე ომი არ მაქვს ქვეყანაში და ომისგან დავაზღვიე ჩემი ქვეყანა და პირველ რიგში ომის რომ აცდე თავდაცვის უნარიანობა უნდა გქონდეს ხო გაძლიერებული და თავდაცვის მინისტრი თავის მოადგილეებით და მეგონი დეპარტამენტების უფროსებით ციხეში ყავს კორუფციისთვის რომ ჯარს არც საჭმელი აჭავეს და არც ინვენტარი მოუტანეს ნორმალური და სხვა დანაშაულებები ჰქონდათ და 100 მილიონი აქვს წაღებული ეკონომიკა ქვეყნის ეკონომიკას უავითარებო და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გუშინ მიუსაჯა 10 წელი იმისათვის რომ 10 მილიონია წაღებული და აი ამ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას რომელიც თანხად შეიძლება მოხმარებოდა ის თანხები. შემდეგ პრემიერ-მინისტრი ანტიგმირად გამოაცხადა. ხო, ზოგს აცხადებ რომ 700 მილიონი აქვს წაღებული და დააბრუნოსო, ზოგი ციხეში ყავს და სახში მილიონებს პოულობენ, ზოგზე მეუნები მოღალატე იყო ქვეყნისო. და შენ ახლა თანო ლოგიკასაც რომ მივიყვეთ, თუ ყველა პრემიერ-მინისტრი ესეთი არ მოღალატე იყო ან რაიმე როგორ უნდა მქონდეს მე აი ამ ლოგიკიდან გამომდინარე თუნდაც ალბათობის თეორიით რო ვისაუბროთ
რატომ არ ვართ გარანტირებული ჩვენ იმისგან, რომ მეოთხე პრემიერზე ხვალზე ისაუბრები არ იქნება, რომ ესიც არ იყო ნორმალური სხვადასხვა მიმართულებით, ვთქვათ, კორუფციასთან კავშირში, სახელმწიფო ინტერესების დაცვასთან თუ სხვა რიგ საკითხებთან დაკავშირებით და როცა აი ეს ყველაფერი ეს გჭირს და მე აი პრეზიდენტებზე ამბობ რომ ერთი მოღალატეა თურმე ბოლოს ვინც ყავდა და 12 წელი კანონებს იმიტომ ვიღებდი რომ deep state-ი მაიძულებდა რომ სახელმწიფო წინააღმდეგ მართული კანონები მიიღო ხო ამაზე რო არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებთ და ეს პოლიტიკური ძალა რომელიც იძახი რომ მე ვარ მართველი ძალა და არაფერი პასუხისმგებლობას ამაზე არ იღებ არაფერზე თავისთავად ცხადია ის პოლიტიკური ძალა ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს მე დღეს მიკვირს ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილისა ყოველდღიურად ეს მათი მხარდამჭერები მცირდება ესიც აშკარად ჩანს და თვალხილულია ეს საკითხი მაგრამ მიუხედავად ამისა რაღაც რაოდენობა ხო არის ჯერ კიდე დარჩენილი ვინც აი ამ ოცნების საქციელს ამართლებს და ისა რომ მხარდამჭერები მათი მცირდება ნიჰილიზმის ამაღლების ფონზე ანუ იმ ხალხს ვინც ოცნებას დღეს მხარს აღარ უჭერს არ აქვს იმის განცდა რომ რაიმე უკეთესობისკენ შეიძლება შეიცვალოს ანუ ოცნებამ არ გაგვიმართლა ეკვივალენტურია დღეს ქართველში იმის განცდისა რომ აღარაფერი აღარ გვეშველება ესეც იგრძნობა კი გეგა ვხედავთ ამასაც ჩვენ რო აი რომ არა ოცნება ვინ თავად ოცნებას უნდა ისე რომ თავად ოცნება აკეთებს ისე რომ აი თითქოს რადგან ნაციონალური მოძრაობა რომელსაც ბევრი სიგლახე ქონდა ამ ქვეყანაში განკეთებით ვთქვათ იმ 8-9 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში გააცოცხლა ერთხანს როგორც შეეძლო შეინარჩუნა შემდეგ ისე უკუსლა ქონდა ამ ნაცმოძრაობას და ფაქტობრივად ჩვენ ხედავთ რომ რეიტინგი არ აქვს მაგრამ მაინც წარმოადგენს ისეთ წარმოაჩენს ოცნება ისეთ საფრთხობელად რომელსაც თან არ კლავს ბოლომდე თან ეუბნება ხალხს რომ აი მე თუ არ ამირჩევ ისინი მოვლენ ეს ეთყობა იმაზეც რომ აი პარლამენტმა როცა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით ჯერ ის გადაწყვეტილებაც ნორმალური არ არის ასე მასობრივად ეს არ ხდება და ასეთი ნიშნით არ ხდება როგორც ამას ქართული ოცნება აკეთებს და იმ დასკვნაშიც და არაერთ რეზოლუციაში გაჟღერებულა კიდეც რომ ხელისუფლების ეს გეგმა რომ სწორი და კარგი არ არის, მაგრამ თუ გაუქმება გინდა ამ ნაციონალური მოძრაობის, ჩვენ გვინახავს ხელისუფლებას, როცა მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ კვირაში განუხილია ის საკითხი. ეს საკითხი შეიტანა ხელისუფლებამ და არავითარი ნაციონალური მოძრაობის გაუქმება მას არ უნდა იქვე ხელისუფლებამ დაგვიანონსა საკონსტიტუციო სასამართლომ კი არა ხელისუფლებამ იქვე გვითხრა რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხს მინიმუმ 9 თვე არ განიხილავსო და მივიღეთ 9 პარტია გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა აი ეს ჭირდება თვითონ ჭირდება რადგან ხედავთ რომ მართლაც იქ ძალიან მცირე პროცენტით 2, 3, 5 თუ რა ვიცი რა რეიტინგიც აქვს იმ ერთობას თუნდაც 10 არ და ყოველ შემთხვევაში არა 50 არსებობს ეს ძალა რომელსაც მართლა აქვს ეს ცუდი წარსული ისინიც იმ პასუხისმგებლობით არ გამოირჩევიან რომ როცა ხედავ რომ აი ხელისუფლება მარტო შენზე აპელირებით ინარჩუნებს თავის თავს მმართველობაში შენზე აპელირებით იმიტომ რომ აი ეს ნაციონალური მოძრაობა არსებობს კიდევ თვითონ გაცოცხლებს მაგრამ ნაციონალური მოძრაობა არსებობს შენ თუ რაღაც პასუხისმგებლობა მაინც გააქვს ამ ქვეყნის წინაშე შენ ნაციონალური მოძრაობა რო ხარ და გინდა ამ ქვეყნის სიკეთე ახლა მაინც გინდა მაშინ რაღაც 1-2 თვიანი მონაკვეთით მაინც გაერიდონ ამ პოლიტიკურ პროცესს რომ ესე მისათითებელი არ კონდეს ქართულ ოცნებას ეს სხვა მაღალი ცნობიერება ჭირდება სამოქალაქო რომელიც ამ ხალხში არა ორივე ერთად გარიგებულია ესენი კიდევ თორე არავით არის საშუალება იმის აი ახლა მე საზოგადოებას მინდა უთხრა როგორ შეიძლება 2 და 3%-იანზე მეტი თავად ნაციონალური მოძრაობა რომ არ არის თქვენ იცით მაშინ ხალხი რომ ისე უნდა მოხდეს რომ თქვენ უნდა გახდეთ თვითონ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მასობრივად ყველა თორე 2%-იანი პარტია როგორ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში შეიძლება ხელისუფალი რომელსაც 20%-ზე და 25%-ზე მეტი რეიტინგი არ აქვს რაც დღეს ჩვენ გვყავს ქართული ოცნების სახით ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ შეიძლება არჩევნებში არჩევნების გაყალბების გზით
და სხვადასხვა манипуляციებით მოიპოვოს უმრავლესობა 50% და მეტი დაიწეროს, როცა რეალურად 20% არ აქვს. იმიტომ რომ მის ხელშია საარჩევნო ადმინისტრაცია, მის ხელშია ადმინისტრაციული რესურსი და სხვა ბევრი სიგლახის ჩადენა შეუძლია მას. მაგრამ როგორ შეიძლება 2%-იანმა ოპოზიციურმა ძალამ თვითონ გააყალბოს ისი არჩევნები, რომ 48 და 49% დაიმატოს? ეს ხომ არ მოხდება. ამიტომ ტყუილად გაშინებენ იმით, რომ ნაციონალური მოძრაობა მოდის და თან ცდარია ის შეხედულებაც, რომ აი რომ არა ნაცმოძრაობა ვერავის ხედავთ სხვას და ვინ იქნება. ამაზე მეტი უბედურება არ შეიძლება რომ იყოს, ამაზე მეტი ცუდი არ შეიძლება ქვეყნისთვის რამე რო იყოს. ნაციონალური მოძრაობისგანაც დაზღვეული ხართ, იმიტომ რომ ის მართლობაში ვერ მოვა, რადგან რეიტინგი მისი ძალიან დაბალია. ამიტომ ეხლა თუ ერთპიროვნული რომელიმე პარტიის მმართველობა არ იქნება, კოალიციური მმართველობა იქნება და ეს იმის საშუალებას მაინც მოგცემს ქვეყანაში, რომ შემდგომი არჩევნები უკვე სამართლიანი ჩატარდეს, სამართლიანი როგორიც არ უნდა იყოს, ვთქვათ, ეხლა აი პარლამენტიც გქონია ჩვენ 1992 წლის მოწვევის და იქ რომ პარტია იყო ერთად, ალბათ ჩამოთვლა გაგვიჭირდება რამდენი იყო. რასეთ პირობებში ახალი ძალებიც გაჩნდება, კაცო და მე ახალგაზრდები მოდიან და სხვა ძალები საქმე იმაშია, გამოიკვეთება ნენელა. ბევრი პარტიის მმართველობა როცა არის, გეგა, ხომ იქ თავისთავად ცხადია ვერ მოხდება შეჯერება, რომ არჩევნები ერთობლივად გააყალბოს ვინმე, აი 9 და 10 პარტია როცა მოდის მმართველობაში და ეს უკვე იძლევა საშუალებას იმისა, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა ხდებოდეს და ჩვენი პრობლემა ეხლა ყველაზე დიდი რა არის? არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა ვერ ხერხდება, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ისე მოირგო თავის თავზე ეს კანონმდებლობა როგორც უნდა ერთ დღეში იგებს კანონებს რამდენიც უნდა და როგორც უნდა ისე საარჩევნო ადმინისტრაციაში მარტოა არჩევნებსაც თვითონ ატარებს დათვლითაც მარტო თვითონ ითვლის დაწერითაც თვითონ წერს ვინც რა არ უნდა დაწეროს მასზე არად დაგიდევს ამას რა შენიშვნაც არ უნდა იყოს აი აქამდე ჩვენ 2024 წლის შემდეგ თუ გახსენდებათ გვიძახა სულ ის რომ აი ეუთოს დასკვნას ნახეთ და რატომ არ ენდობით ეუთოს დასკვნას და ეუთომ ჩვენ გვაღიარა რა დაწერა კაცო ამ ეუთომ იმ დასკვნაში რო ვიცოდეთ ეუთომ დასკვნაში დაწერა ასეთი რამ რომ მეო თავიდანვე გვითხრა არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს მე არ ვწყვეტ ეს თქვენი გადასაწყვეტია იმის შემდეგ გითხრა რომ ამ არჩევნებზე იყო შემდეგი დარღვევები და ჩამოთვალა ადმინისტრაციული რესურსის მონოტად გამოყენებას კონდა ადგილიო დაშინებას მოსახლეობისას მოსყიდვას ფარულობის დარღვევას და ასე რა უბედურება შეიძლება ჭირდეს არჩევნებს ყველაფერი დაწერა და თან გითხრა ლეგიტიმაციის საკითხს მე არ ვწყვეტო ბოლოს მიაწერა ერთი ფრაზა რომ საქართველოს ამ არჩევნებით მოსული ყავს ხელისუფლება და ეს არჩევნები სამართლიანია თუ არასამართლიანი თქვენ გასაჯეთ ამ ჩემი დასკვნის მერეო და ხელისუფლებას გვიძახს აი მე არჩევნებით ვარ მოსული ეუთო ამას იძახდაო და ამდენი დარღვევა თუ არ როგორ ახარ სამართლიანი არჩევნები თუ შენ ამბობ რომ არ არის ლეგიტიმური იმის ფონზე ანუ თუ არჩევნები გაყალბდა ავტომატურად თუ არა ლეგიტიმურობას ნიშნავს მაგრამ შენ კანონით უკვე სისხლის სამართლის დამნაშავე ხდები თუ აყენებ ამ არჩევნების საკითხს კითხვის ქვეშ ლეგიტიმაციის პრობლემა თუ დააყენე თუ თქვი აზრად მოგივიდა ის რომ ხომ არ გაყალბდა ეს არჩევნები ხო ეს უკვე გაპატიმრებს ხელისუფლება და ბევრი რამისთვის გაპატიმრებს აი ეს არის ჩვენთვის უმთავრესი პრობლემა მე მაინც ვთვლი რომ ამ ქვეყანაში ის არის რომ ამ კანონმდებლობით ამ განწყობით ამ მიდგომით რაც ხელისუფლებას აქვს არჩევნების გზით პრაქტიკულად ხელისუფლების ცვლილების შეტანა ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელი ხდება და ეს ყველა ქვეყნის პრობლემაა ასეთი პრობლემა არ არის თქვათ ამერიკაში აი ბაიდენი როცა ვერ იყო თლათ ისეთი მმართველი რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი რაოდენობისთვის ყოფილიყო მისაღები ხო ჩატარდა მორიგი არჩევნებამდე არ დაიქცა ის ქვეყანა ჩატარდა მორიგი არჩევნები უთხრეს ბაიდენს უარი და დღეს ტრამპია ისევ პრეზიდენტი ხო მანამდე თავის დროზე ტრამპი იყო პრეზიდენტი და უთხრეს უარი და შემდეგ უკვე სხვა იყო საქართველოში აი ესეთი ცვლილების განხორციელება ამ საარჩევნო კანონმდებლობით და აი ამ დამოკიდებულებით ამ მიდგომით ამ დაშინებით და ამ ყველაფერი უბედურებით რაც თანახლავს არჩევნებს რომელსაც თვითონ ეუთო და სხვა ისიუტებიც ამბობენ არ ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია და ეს არის პრობლემა ამიტომ როგორღაც ერთობლივი ძალისხმევა საჭირო პირველ რიგში საჭიროა ის რომ ხელისუფლება ან გონს მოეგოს თორე ქვეყანა არის ძალზე ცუდ მდგომარეობაში ან თუ ნაკლებად სავარაუდოა რომ ესენი გონს მოეგონ
ან ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად ყველა კანონიერი გზით, ჰუმანური გზით ვეცადოთ მთელი საზოგადოება, რომ ამ ხელისუფლებას ისეთ დამიჯერებდა. დიდი პროტესტი, დიდი ერთსულოვნება და დიდი ბრძოლა ჭირდება, რაც ჩვენს და აუცილებლად საჭიროა არსებობდეს სამუშაო ჯგუფები, რომელიც შეიმუშავებს სამართლიანი არჩევნების მოდელს და ამას დადებს საზოგადოების წინაშე, ვინაიდან ერთია ვთქვათ სისტემის გაკრიტიკება და მეორე ალტერნატიული გზის ჩვენება საზოგადოებისთვის, ხალხისთვის, რათა ასე ვთქვათ, დამკვიდრდეს სამართლიანი თამაშის წესები და მართლაც ერთხელ და სამუდამოდ არსებობს ამის პრაქტიკა საქართველოში, როდესაც ჩატარებულა დამოუკიდებელი მიუკერძოებელი არჩევნები ჯერ კიდევ პირველი ქართული რესპუბლიკის დროს შემდეგ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის პერიოდში არსებობს ამის პრეცედენტები და აი ეს უნდა შესთავაზოს ამ სამუშაო ჯგუფმა ქართულ საზოგადოებას. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ბატონო გოჩა, ბატონო გეგა სტუმრობისთვის. მე მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, რომელმაც უზრუნველყო ამ გადაცემის ტექნიკურად წარმართვა. ჯანმრთელობა მინდა უსურვო ჩვენს პატრიარქს, უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით, გემშვიდობებით და ჩვენს პატრიარქს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებთ, რათა მან გააგრძელოს იმ ჯვრის სიდვა, რომელსაც უკვე 40 წელზე მეტია ატარებს. დიდი მადლობა.